აჭარის რაგბის კავშირის მუშაობი და ფედერაციის კლუბებთან ურთიერთობით აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი დაინტერესდა. სპორტსმენები ხელმძღვანელი პირების მიგერძოებულობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აჭარის რაგბის კავშირისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ. დაფინანსებასა და რეგიონში არსებული კლუბების გაერთიანებაზე დღეს საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრას აჭარის რაგბის კავშირის პრეზიდენტი რობერტ ჩხაიძე არ დასწრებია. პრობლემა არის თვითონ აჭარის რაგბის ფედერაციაში, იმიტომ რომ არასწორი მიმართულებით მიდის ვარჯიშები, არასწორი მიმართულებით მიდის თვითონ ფედერაციის მუშაობა, არ არის წინსვლა რაგბის განვითარების მხრივ, არ არის წინსვლა ბავშვების მოზიდვის მხრივ. ვიცით, ეტაპობრივად გავიარეთ რა უნდა გაკეთდეს და ის გაკეთებასაც ვაპირებთ. ერთ არის პერსონალად ჩემზე, უბრალოდ ჩემს მიმართ ბრალდებები და ამ ბრალდებებს ჩვენ საქმის პასუხი. თემატური საუბარი და მსჯელობა, კამათი. ამიტომ საბოლოო შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა, გუნდის ერთი მხარის და მეორე მხარის პოზიციებიდან გამომდინარე, სამომავლოდ ალბათ რაღაც საკითხებზე შეჯერება მოხდება.